მოგესალმებით ყველას, საბრძოლო ხელოვნებათა მოყვარულებო. დღეს გვაქვს ეპიზოდი, რომელიც უბრალოდ ააფეთქებს თქვენს მოლოდინებს. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უდიდეს მოვლენაზე, რომელიც UFC-ს სამყაროს არყევს. პირველი და მთავარი, ჩვენი ჩემპიონი, მატადორი ილია თოფურია ბრუნდება. არის თუ არა თეთრი სახლის ისტორიული ქარდი ის ადგილი, სადაც ილია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ჩვენ განვიხილავთ ყველა დეტალს ამ გრანდიოზული ივენთის შესახებ. და ეს ყველაფერი არ არის. საშუალო წონაში ნამდვილი ომი დაიწყო. ხამზად ჩიმაევი და შონ სტრიკლენდი ერთმანეთს პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. რატომ გაუთიშეს მიკროფონი სტრიკლენდს პრესკონფერენციაზე და რას პასუხობს ჩემპიონი თავის ყველაზე სკანდალურ მეტოქეს? დღეს ყველაფერს ფარდას ავხსნით. მეგობრებო, სანამ მთავარ სიახლეებზე გადავალთ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. თუ გსურთ რომ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ და არ გამოტოვოთ არც ერთი მნიშვნელოვანი ამბავი UFC-დან, აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ. არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურებაც. ახლა კი, მოკალათდით მოხერხებულად, ჩვენ პირდაპირ საქმეზე გადავდივართ. მეგობრებო, მოემზადეთ, რადგან საბრძოლო სამყაროში ნამდვილი ქარიშხალი იწყება და ამ ყველაფრის ეპიცენტრში ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით UFC გეგმავს რაღაც წარმოუდგენელს, ისტორიულ ღონისძიებას ვაშინგტონში, პირდაპირ თეთრ სახლთან. და სწორედ ილია თოფურია ის მებრძოლი, რომლის სახელიც ამ ქარდის მთავარ ბრძოლასთან ასოცირდება. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკის სიმბოლოსკენ, სადაც ოქტაგონი უნდა დაიდგას და იქ ჩვენი მატადორი თავის მორიგ შედევრს შემოგთავაზებს. ილია თოფურია vs ჯასტინ გეიჯი. ეს არის ის დაპირისპირება, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს და რომელიც ამ მომენტისთვის ამ ისტორიული ქარდის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ფანები მთელ მსოფლიოში სიგიჟემდე ელოდებიან ილიას დაბრუნებას. თითქმის ერთი წელი გავიდა მისი ბოლო ბრძოლიდან და წყურვილი იმისა, რომ კვლავ ვიხილოთ მისი უნაკლო ტექნიკა და გამანადგურებელი დარტყმები პიკს აღწევს. ილიამ თავად დაადასტურა, რომ მისი მიზანი ივნისში დაბრუნებაა და თუ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თეთრი სახლის ღონისძიების თარიღი იდეალურად ემთხვევა მის გეგმებს. ეს არ იქნება უბრალო ბრძოლა, ეს იქნება გლობალური ივენთი, სადაც ილიას აქვს შანსი კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის ამ სპორტის ახალი ერაა. თუმცა სპორტულ კულუარებში ხმები არ წყდება და აქ ჩნდება დანა ვაითის მთავარი კოზირი, კონორ მაკგრეგორი. დიახ, კონორი ისევ აანონსებს დაბრუნებას, ისევ საუბრობს კონტრაქტებზე და თუ UFC-ს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ რეიტინგების აბსოლუტური რეკორდი მოხსნას, მაკგრეგორის ფაქტორმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქარდის განლაგებაზე. მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ. ბევრი ექსპერტი, მათ შორის ვეტერანი მეტ ბრაუნი სკეპტიკურად უყურებს კონორის დაბრუნებას. ბრაუნი პირდაპირ ამბობს, რომ კონორი მხოლოდ რეკლამისთვის და ჰაიპისთვის გამოიყენება და სანამ ის რეალურად არ შეაბიჯებს ოქტაგონში, მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რჩება. სწორედ ამ ფონზე იზრდება ილია თოფურიას შანსები, რომ იყოს ამ საღამოს მთავარი ვარსკვლავი. ილია არის სტაბილურობის, ძალისა და მომავლის სიმბოლო. ჯასტინ გეიჯი კი არის ის მეტოქე, რომელიც ილიას სტილს საუკეთესოდ პასუხობს. ეს ორი მებრძოლი ოქტაგონში ნამდვილ ომს მოაწყობს. გეიჯი ცნობილია თავისი წარმოუდგენელი გამძლელობით და ბოლომდე წასვლის სურვილით. ილია კი არის ქირურგიული სიზუსტის მქონე მკვლელი, რომელიც არავის პატიობს შეცდომას. ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს ბრძოლა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტი. ეს არის ეროვნული სიამაყის მომენტი. ილია თოფურიამ უკვე დაანახა მსოფლიოს, რომ ქართული სული და ევროპული პროფესიონალიზმი დაუძლეველი ძალაა. თეთრი სახლის ქარდზე მისი გამოსვლა იქნება გზავნილი მთელ მსოფლიოსთვის. საქართველო MMA-ის რუკაზე წამყვან პოზიციებს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ბევრი დეტალი კონფიდენციალურია, ერთი რამ ცხადია. თუ ილია ამ ქარდზე მოხვდა, ეს იქნება წლის ყველაზე ყურებადი და განხილვადი მოვლენა. ილია არასდროს გარბის გამოწვევებისგან, პირიქით, ის თავად ეძებს ყველაზე რთულ გზებს დიდებისკენ. მისი თავდაჯერებულობა, რომელიც ზოგი ამ პარვანებად მიიჩნია, სინამდვილეში არის უდიდესი შრომის და საკუთარი თავის რწმენის შედეგი. ჩვენ ვიცით, როგორ ემზადება ის, როგორ ანალიზებს თითოეულ დეტალს და როგორ არ ტოვებს შანსს შემთხვევითობისთვის. თეთრი სახლი, ივნისი, ილია თოფურია, ეს სამი კომპონენტი ერთად ქმნის ისტორიას, რომლის მოწვედებით ჩვენ ყველანი გავხდებით. მოემზადეთ მატადორის მორიგ ტრიუმფისთვის, რადგან როდესაც ილია ოქტაგონში შედის, იქ მხოლოდ ერთი გამარჯვებულია და ჩვენ ყველამ ვიცით მისი სახელი. და სანამ ჩვენ ილია თოფურიას ისტორიულ დაბრუნებას ველოდებით, UFC-ს საშუალო წონაში ნამდვილი ცეცხლი დაინთო. მოემზადეთ, რადგან აქ საქმე გვაქვს არამხოლოდ სპორტულ კონკურენციასთან, არამედ პირადულ მტრობასთან, რომელიც ყოველგვარ ზღვარს ცდება.
მოქმედი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი და ყოფილი ჩემპიონი ამერიკელი ფსიქო შონ სტრიკლენდი ერთმანეთს სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ და ეს ყველაფერი ნამდვილ საინფორმაციო ომში გადაიზარდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრიკლენდმა ჩიმაევს ღია გამოწვევა ესროლა, რაზეც ხამზატის პასუხმაც არ დააყოვნა. ჩიმაევმა სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე და დამამცირებელი პოსტი გამოაქვეყნა. დამშვიდდი, მე გავანადგურე კაცი, რომელმაც შენ ორჯერ დაგამარცხა, შეამერიკელო გოგოო. აი ასე მიმართა ჩემპიონმა თავის პოტენციურ მეტოქეს. ხამზატის თავდაჯერებულობა საფუძვლიანია. მან UFC 319-ზე დაამარცხა დრიკუს დიუპლესი და საშუალო წონის ოქროს ქამარი დაისაკუთრა, რითაც დივიზიონის ახალ და უალტერნატივო ძალად იქცა. თუმცა, შონ სტრიკლენდი ის კაცი არ არის, რომელიც ვინმეს რამეს შეარჩენს. მან თავისი ბოლო ბრძოლით ყველას დაუმტკიცა, რომ კვლავ ელიტაშია. UFC Fight Night 267-ზე მან ენტონი ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით გააჩერა და მეტოქის 8 ბრძოლიანი მოგებათა სერია დაასრულა. ბრძოლის შემდეგ სტრიკლენდი პირდაპირ მიკროფონთან მივიდა და მთელ სამყაროს გასძახა, რომ სურს ხამზატთან ბრძოლა ამერიკულ მიწაზე. ყველას უნდა იმის ნახვა, როგორ ებრძვის ნამდვილი ამერიკელი ამ პატარა ჩეჩენს, ყვიროდა შონი. მაგრამ სტრიკლენდი არ იქნებოდა სტრიკლენდი, რომ რაიმე სკანდალი არ მოეწყო. პრესკონფერენციაზე მან ისეთი შეურაცხყოფელი და პირადი ხასიათის განცხადებები გააკეთა ჩიმაევის მისამართით, რომ UFC-ს ორგანიზატორები იზულებულნი გახდნენ მისთვის მიკროფონი პირდაპირ ეთერში გაეთიშათ. შონი სიჩუმეში დარჩა, მაგრამ მისი გზავნილი მაინც ყველამ გაიგო. ის მზად არის ქამრის დასაბრუნებლად, რომელიც 2023 წელს ისრაელ ადესანიას დამარცხებით მოიპოვა. ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ტექნიკა და რეიტინგები არ წყვეტს ყველაფერს. აქ ჩართულია ნაციონალიზმი, პირადი პატივი და უზარმაზარი პრესტიჟი. ერთი მხრივ გვყავს დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც 2020 წლის დებიუტის შემდეგ ოქტაგონში ყველას ანადგურებს და უკვე 7 ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს ორგანიზაციაში. მეორე მხრივ კი შონ სტრიკლენდი თავისი კლასიკური სტილით, დაუნდობელი ჯებებით და წარმოუდგენელი დაცვით. ერნანდესთან ბრძოლაში მან აჩვენა, რამდენად დისციპლინირებული შეიძლება იყოს. 92 დარტყმა 62-ის წინააღმდეგ და არც ერთი გაშვებული ტეიქდაუნი. საინტერესოა ისიც, რომ ბრძოლის შემდეგ შონმა სულ სხვა მხარეც აჩვენა. მან დიდი პატივისცემით ისაუბრა დამარცხებულ მეტოქეზე, თუმცა ჩიმაევის ხსენებას კვლავ მკეცად იქცა. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ხამზატი შესაძლოა ქვემძიმე წონაში 93 კილოგრამში ავიდეს, მაგრამ დანა ვაითმა ეს სპეკულაციები გაფანა. UFC-ს ბოსმა მკაფიო თქვა, მინდა ვნახო, როგორ დაიცავს ის ქამრს, სანამ წონის შეცვლაზე დავიწყებთ ლაპარაკს. როგორ შეიძლება ახვიდე ზემოთ, როცა საკუთარი წონის ტიტული ჯერ არ დაგიცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხამზატის ცედი გაჩერება სწორედ საშუალო წონის ტიტულის დაცვაა და სტრიკლენდი ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატია. ეს ბრძოლა დაპირებული იქნება, რომ გახდეს საშუალო წონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და ემოციური დაპირისპირება. ჩვენ კი გულშემატკივრებს, მხოლოდ ის დაგვრჩენია დაველოდოთ ოფიციალურ თარიღს და ვნახოთ, ვინ დარჩება ფეხზე ამ სასიტუ გომის შემდეგ. დაუმარცხებელი ჩემპიონი თუ ამერიკელი მეამრევი, რომელსაც ქამრის დაბრუნება სწყურა.